კამერების შემოჭერის პოლიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი თბილისში ამოქმედდა. საკრებულომ დღეს ახალი უწყება დაამტკიცა, რომელიც ბიუჯეტიდან 2,5 მილიონ ლარით დაფინანსდება. ინვესტიციების მოზიდვას დედაქალაქში კი ალექსანდრე მარგიშვილი შეეცდება, რომლის ახალი თანამდებობას თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა. სწორედ ამიტომ ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ახალი სამსახური მერიაში სწორედ კონკრეტული ჩინოვნიკების დასაქმების გამო იქნება. წვეტილება მიღებულია. 19 მომხრე და 11 წინააღმდეგი. საკრებულოს გადაწყვეტილებით დღეიდან თბილისში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ამოქმედდება, რომელსაც ცნობილია, რომ თბილისის ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. ცენტრი ბიუჯეტიდან წინასწარი ინფორმაციით 2 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდება. გვინდა რომ შევქმნათ ასეთი ცენტრი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს. საბიუჯეტო სახსრების დამატებითი ხარჯვა არ ყოფილა დღეს ერთადერთი საკითხი, რის გამოც საკრებულოს ოპოზიცია ცენტრის შექმნას აპროტესტებდა. დეპუტატებმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება, ცენტრის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის და პროექტის ნაჩქარევად მომზადების გამო მოითხოვეს, თუმცა უმრავლესობამ ეს წინადადება არ დააკმაყოფილა. არ იქნეს განხილული, ვინაიდან საკმარისად განვიხილეთ და ვერაფერი დამაჯერებელი მოვისმინეთ. ხო, მერის წარმომადგენლებს მეტი პატივისცემით მოეკიდონ საკრებულოსაც და საკუთარ თავსაც. და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებენ ხოლმე. უმცირესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი სტრუქტურა თბილისის მერიაში კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის და თბილისის ასევე ყოფილი ვიცემერის ხელახალი დასაქმების მიზნით შეიქმნა. ნაციონალურ მოძრაობაში ალექსანდრე მარგიშვილი დღეს კორუფციულ გარიგებებშიც დაადანაშაულეს. ალექსანდრე მარგიშვილმა თავის საზოგადოებას დაამახსოვრა, როგორც თანამშრომლებზე მოძალადე პიროვნება, რომელიც არაერთ კორუფციულ სკანდალთან მიმართებაში იქნა შემჩნეული. ასე რომ ამ ადამიანისთვის ახალი ცენტრის შექმნა, ამისათვის 2 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა თბილისის ბიუჯეტიდან და ახალი დასაქმების ბიუროს შექმნა, ეს არის მავნებლობა. ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურას მოწინააღმდეგეები ყავს სხვა ოპოზიციურ ფრაქციებშიც. გაერთიანებულმა დემოკრატებმა პასუხისმგებლობა დღეს თბილისის მოქმედ მერს დააკისრეს. მარგიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგია საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიც. საერთოდ ვერ ხვდები მარგიშვილთან ქართული სახელმწიფო რა ვალშივა, იმიტომ რომ ამ კაცს ვაძლევთ არანორმალურ ხელფას, სადაც მიდის, აი თავს ვევლებით და ყველგან საქმეს აფუჭებს და ამ დროს პრემიები, ხელფასები რა ფარული უნარები აქვს, მარგიშვილს ვერ ხვდები. აღნიშნული სამსახურის შექმნა მხოლოდ დუბლირება და მიგვაჩნია და ყველა წარმოუდგენელია და გაუგონარია ჩვენთვის თუ რა დამსახურებისთვის დედაქალაქის მერი ქმნის ახალ სამსახურს. ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის არგუმენტები გაუგებარია თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელისთვის, რომელიც საკრებულოს ხტომაზე ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მარგიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა. ახალი ცენტრი კი იმ ფუნქციებს შეასრულებს, რაც აღნიშნული სამსახურის კომპეტენციას სცილდება. კი ვინმე ამის თუნდაც რაიმე დამამტკიცებელი საბუთი აქვს, ჯობია ერთხელ მაინც სადმე გააჟღეროს და ილაპარაკოს. მე სასაცილო ფურცაზე, ფლიპჩარტის ფურცაზე მიხატული წრეების გარდა ვერანაირი კავშირები ვერ ვნახეთ. საკრებულოს დღევანდელი ხტომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა გააპროტესტეს. მარგიშვილისნაირ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უთხრა ნუარი. მარგიშვილი რო ყოფილიყო კარგი ჩინოვნიკი, იგი დღესაც მერის მოადგილე იქნებოდა. თავად ახლად შექმნილი ცენტრის მომავალი ხელმძღვანელი საკრებულოს ხტომას დღეს არ დასწრებია, თუმცა დახურულ კონსულტაციებზე ის საკრებულოს შენობაში თავმჯდომარესთან იმყოფებოდა. დავით ნარმანია ყოფილ მოადგილეს ცენტრის ხელმძღვანელად ოფიციალურად სავარაუდოდ უახლოეს დღეებში წარადგენს. ამისთვის მას საკრებულოს თანხმობა არ დასჭირდება.